მეგობრებო, რუსთავში სრულიად წარმოუდგენელი ამბავი ხდება და ყველას გთხოვთ ყურადღებას. აზოტის ქარხნის თანამშრომლები ქუჩაში დგანან და ითხოვენ ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. მშრომელები ამბობენ, რომ არსებული ხელფასი ოჯახების გამოკვებას, წამლებს, კომუნალურებს არ ყოფნის. იცით რა არის ამ დროს კომპანიის პასუხი? ადმინისტრაციამ შესაბამის ორგანოებს მიმართა და მშრომელი, პატიოსანი ადამიანების დასჯას ითხოვს. ესე იგი, მუშამ უნდა იმუშაოს მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო კომპანიამ მილიონები უნდა აკეთოს. მუშა კი ხმას თუ ამოიღებს, უნდა დაისაჯოს. დღეს სახელმწიფოს არ აინტერესებს მშრომელი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიური უმძიმესი შრომის შემდეგ შვილების გამოკვებას ვერ ახერხებენ, რომლებსაც ხანში შესული მშობლებისთვის წამალი ვერ მიაქვთ და ეს არ ეხება მხოლოდ რუსთავის აზოტის ქარხანას. იგივე ლოგიკა ვნახეთ ჭიათურაში, როცა მაღაროელების პროტესტის პასუხად ქართულმა ოცნებამ 4 ჭიათურელი ციხეში გამოკეტა. პარალელურად კი მაღაროების მმართველად ტყიბულის მსგავსად დანიშნა რუსი ოლიგარქი მიხაილ სოცკი, ადამიანი, რომელიც ღიად გამოხატავს ზისხსა და აგდებულ დამოკიდებულებას მშრომელების მიმართ. Какие люди? Пока я разговариваю только с вами. Пожалуйста, говорите о себе в единственном числе. Вы человек, вы не люди. Вы человек. Если вам не нравится уровень разговора, пожалуйста. მისი მისია მარტივია, ინდუსტრიულ ქალაქებში არავის უნდა ჰქონდეს ხმის ამოღებისა და ორგანიზების შესაძლებლობა. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკა, დაშინება სოლიდარობის წინააღმდეგ, რეპრესია ორგანიზების წინააღმდეგ, კანონის გამოყენება მუშების გასაჩუმებლად. მიუხედავად ამისა, რუსთავის აზოტის მშრომელები არ აპირებენ თავის დახრას. ეს არის ღირსებით სავსე ხალხი, რომელიც არ ითხოვს მოწყალებას. გაზრდილი ხელფასი და უკეთესი სამუშაო პირობები არ არის ქველმოქმედება. ეს არის იმ სიმდიდრის წილი, რომელიც ამ ადამიანების ხელით იქმნება. და თუ იქნება სოლიდარობა, ეს ბრძოლა მარტო არ დარჩება, ეს ხალხი აუცილებლად მოიპოვებს იმას, რაც ეკუთვნის, ღირსეულ შრომას და ღირსეულ ცხოვრებას.